გამარჯობათ, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, ის ადამიანებო, იმათაც მე ვინც შემდგომში ნახულობს ხოლმე ამ გადაცემას, ჩვენ ტრადიციულად დღეს სტუდია 8-დან გვექნება გადაცემა დაახლოებით ალბათ 40 წუთის 1 საათის განმავლობაში და ტრადიციულად მე გოჩა ჯოჯოვა ვიქნები ამისი წამყვანი. რეალურად ჩვენ ხო მაშინ ვცხოვრობთ გარკვეულწილად სტრესულ გარემოში და ეს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში ასეთი გარემოა შექმნილი, დაძაბული სიტუაცია, რასაკვირველია მეტნაკლებობით არის ეს დაძაბულობა აღქმული ეს იქიდან გამომდინარე, სად როგორი, ასე ვთქვათ, საზოგადოებრიობა რამდენად მყარია. ხო არის ქვეყნები, სადაც ეს ნაკლებად მტკივნეულად ხდება მისი ატანა, არის ქვეყნები, სადაც ეს ძალიან მტკივნეულია. ხო, იმიტომ რომ რეალურად ახლა იმ ქვეყნებში, სადაც ფაქტობრივად საომარი მდგომარეობაა, სადაც ადამიანები იხოცებიან, ყოველდღიურად იხოცება ადამიანები, რასაკვირველია იქ უფრო მეტად არის ეს მტკივნეულობა. იქ სადაც ეკონომიკურად რთული პირობებია, იქაც მტკივნეულია ნებისმიერი, ასე ვთქვათ, მოძრაობა, ისევე როგორც ოდესაც შეიძლება შეადაროთ, ოდესაც გააქვთ ხო რაღაც ავადმყოფობა სხეულის ნაწილზე და მის შეხებაც კი და ხანდახან მოძრაობაც კი მტკივნეულია, ხო? აი ასეთ გარემოში ვცხოვრობთ ჩვენ, სადაც შეიძლება ითქვას, რომ სხვებთან შედარებით ჩვენთან ყველაფერი ძალიან მტკივნეულია. მტკივნეულია ნებისმიერი, თქვათ, ის კანონები, რომელსაც ვღებულობთ, იმიტომ რომ პირდაპირ ხდება მათი ასახვა ადამიანებზე, მტკივნეულია, როდესაც ხდება ფასების მომატება და აგერ უკვე გაგვახარეს და გვითხრეს ისიც, რომ ახალი წლებიდან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ფასები, რაც იმას ნიშნავს, რომ და ასეა ყოველთვის მივეჩვიეთ, ხო, ჩვენ უკვე ამას 10 წლეულებია, როდესაც არის საუბარი, რომ აი კრიზისული მდგომარეობა შეიქმნა და ამის გამო ეხლა, თქვათ, ფასი იმატებს, მაგრამ ეს კრიზისი გადადის, არ გადადის, ფასი იგივე რჩება და ადამიანი ვერასდროს ვერ ეწევა თავისი შემოსავლით იმ ფასებს, რომელიც გვაქვს. ან როდესაც შემოსავლებსაც ზდიან ხოლმე და აგერ მოუმატეს ხო, საუბარია ოცლარზე, პენსიონერს მოემატება, ალბათ რაღაცა ნაწილს ხელფასების მომატებაც მოხდება, ოღონდ რასაკვირველია, ეს არის ათეულობით ნაკლები, ვიდრე იმ ადამიანების ხელფასების მომატებისა და ხელფასების გარდა კიდე როგორც ხედავთ და ამაზე ჩვენ კი ვიცოდით იმ ადამიანებმა, ვისაც რაღაც გარკვეულად ინფორმაციულად მეტი ცდომა გვაქვს ხოლმე, რომ იყო კორუფცია, მაგრამ ადამიანთა დიდ ნაწილს ეს არ ეჯერა, რომ კორუფცია იყო, მაგრამ მერე თავისთავად მოხდა და ნახეთ თქვენ თვითონ, რომ ჭირი რაც არ უნდა დამალო, დგება რაღაცა მომენტი, როდესაც მისი გამომზეურება ხდება და ვხედავთ იმასაც, რომ კორუფციაც საკმაოდ მოდებულია ქვეყანაში და კორუფცია არ ნიშნავს მარტო თუნდაც ფულის კეთებას, კორუფცია შეიძლება იყოს კანონიც კი შეიძლება კორუფციული იყოს, რომელიც პირდაპირ შეიძლება არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ფულს იმ მომენტისთვის არ ერთჯერადად ან მრავალჯერადად აკეთებდი, არამედ ირიბად ეს ძალაუფლების შენარჩუნება თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რეალურად იმ სიკეთეებზე, რომელიც სიკეთეებიც არის საერთო სახალხო და 21 საუკუნეა და უმრავლეს ქვეყნებში მე ამას გულისხმობ, რომ იქაც კი სადაც არ არის მაღალი დემოკრატია, მაგრამ ის მაინც აქვთ გაგებული, რომ ხალხის ცხოვრების დონე უნდა აწიო, რომ თუ გინდა რომ ძალაუფლება შეინარჩუნო. ჩვენთან ეს მდგომარეობაც ძალიან რთულია. მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე ჩემ გადაცემაში, რომ ის რაც საქართველოში ხდება, გარკვეულწილად წარმოვიდგინოთ და დავინახოთ, რომ ეს არ არის რაღაც კოლბაში, რაღაც ერთ მოცემულ ტერიტორიაზე, ერთ მოცემულ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი, არამედ ეს პროცესები გვინდა თუ არ გინდა მიბმულია ჩვენს გარშემო, ხო, მსოფლიოში რა პროცესები მიდის, იმ პროცესებთან პირდაპირ და ირიბი გაგებითაც ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენც ნაწილი ვართ იმ მსოფლიო განვითარებისა, რომელშიც აღმოჩნდით და რომელთანაც გვიწევს
ერთის მხრივ ან შეგუება იმ გარემოსთან, რომელიც გვაქვს, იმიტომ რომ პირველი რითაც გადარჩა ცოცხალი ორგანიზმი, არა მარტო ადამიანი, ეს არის გარემოსთან შემგუებლობა, იმიტომ რომ გინდა თუ არ გინდა, სად რა იმაში ხარ, რა ქვია, პირობებში იქნება ეს კლიმატური პირობები, იქნება ეს სოციალური პირობები, იმის მიხედვით ადამიანი მერე უკვე ეწყობა და თავით გადარჩენას ფიქრობს, განვითარებას ფიქრობს, გაძლიერებას ფიქრობს, ანუ მოცემული პირობების მიხედვითაა. ხო, ჩვენც ასეთ პირობებში ვართ და ახლა მე უბრალოდ მინდა რომ ისევ კიდევ ერთხელ გადავხედოთ, აი რა ხდება, ხო, მსოფლიოში როგორ მიდის განვითარება და ჩვენ საქართველო როგორ ხვდებით ამ ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. წინა გადაცემებით მე მიმყავდა იქითკენ და სწორედ აი ერთ-ერთი ბოლო გადაცემა ჩემი ეს იყო, რომ ახალი მსოფლიო იბადება, ახალი წესრიგით. ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ ერთის მხრივ, რომ მოვესწარით იმ სიტუაციას, როდესაც მსოფლიოში მართლაც აი ესეთი უდიდესი ცვლილებები ხდება და ამ ცვლილებებში ჩვენც თანამონაწილეები ვართ. ამ ცვლილებებში ჩვენს საზოგადოებას, ანუ ქართულ საზოგადოებას და ქართულს ამ შემთხვევაში ეთნიკურ ქართულ საზოგადოებას არ გულისხმობ მარტო, საქართველოში მცხოვრებ ყველა იმ ეთნოსის, რომელიც ერთად ვართ და ერთად მოვიაზრებით ერთ სახელმწიფოში, ქართული სახელმწიფოში მოვიაზრებით, საქართველოში მოვიაზრებით, ჩვენც ჩვენი რაღაც გარკვეული წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ. ვინ როგორ შეძლებს ამ წვლილი შეტანას, ვის რა უნარები აქვს იმისთვის, რომ შეიტანოს ეს წვლილი. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ აი საერთოდ არ უღებულობ არაფერში მონაწილეობას, ხო? ზოგი არის ადამიანები, რომლებიც არჩევნებშიც კი არ ღებულობს, ხო, მონაწილეობას და ფიქრობს, რომ აი მე ხო არაფერი წვლილი არ შემაქვს და მე რაში მეხება, თუნდაც აი ახლა მე რასაც ვლაპარაკობ. აი ზუსტად იმითი, რომ რო არ მონაწილეობს, ამითიც კი ის სინამდვილეში მონაწილეობს ქვეყნის მშენებლობაში. უარყოფით და დადებითად ეს ცალკე თემაა. ზოგი ჯობია საერთოდ არ წავიდეს კაცო არჩევნებზე მართლა, ვიდრე წავიდეს და სისულელეს მისცეს ხმა. არის ეგ მომენტიც, ოღონდ ამ სისულელეს ეს უკვე ცალკე შეფასებითი ნაწილია. ხო, ის რასაც თქვათ, მე შეიძლება ვთვლიდე სისულელეთ, ვიღაცა შეიძლება სულიდან არ თვლიდეს სისულელეთ და მას ამის უფლება აქვს. ეს ჩვეულებრივი რამეა. ამას რატო ვამბობ? რეალურად ადამიანების უმრავლესობაც არ წყვეტს სინამდვილეში, ხო, აი კრიტერიუმები იმისი რა არის სწორი და რა არის არასწორი. ძნელი დასადგენი კრიტერიუმებია. თუნდაც არასწორის არსებობასაც კი აქვს თავისი აზრი, იმიტომ რომ არ იყოს ბნელი, მაშინ სინათლე რა არის ადამიანი ვერ გაიგებს. რომ არ იყოს სიკვდილი, ადამიანი ვერ გაიგებს რა არის სიცოცხლე. რომ არ იყოს ბოროტება, ადამიანი ვერ გაიგებს და ვერ შეადარებს რა არის სიკეთე, ხო? აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ერთი დიდი ალგორითმია, ხო? რითაც ადამიანების არსებობას და ნებისმიერი ადამიანის არსებობას, ამიტომ ვამბობ ჩვენ, რომ ღვთისგან შექმნილია ყველაფერი. ის რასაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ ცუდია, ისიც ღვთის მიერ შექმნილია და მას თავის ფუნქცია აქვს და თავისი ასე ვთქვათ, აზრი აქვს, იმიტომ რომ რაღაცა შევადაროთ, ხო, რაღაც გარკვეულწილად დავინახოთ, ან გასაკეთებელი რა არ არის ეს დაგვანახოს. ან ხანდახან ხდება ხოლმე, რომ ჩვენ რომ მიგვაჩნია დიდი ტკივილი, რატო მოხდა ეს ტკივილი, იმიტომ რომ რაღაცას გვახსენებს, ხო? რაღაცაზე გვაფიქრებს, ხო? აქედან გამომდინარე, ის რაც ახლა მსოფლიოში ხდება, მივადექით, იყო პერიოდი, როდესაც ვისაც ძალა ჰქონდა, ის კარნახობდა ცხოვრების წესს. და კარნახობდა არა იმიტომ, რომ ძალა მაქვს და თან სამართლიანი ვარ. არამედ კარნახობდა იმითი, რომ მე შემიძლია და ჩემი ეს წესები არის დღესდღეობით ყველაზე მართებული. შენ გინდა არ გინდა მოგწონს არ მოგწონს, უნდა დაემორჩილო და თუ არ დაემორჩილები, მაშინ მაქსიმალურად ვეცდები შეგავიწროვო და განადგურებამდეც კი მიგიყვანო. და ეს იყო მსოფლიოს ის წესრიგი, რომელიც ქონდა რაღაც გარკვეულწილად შემაკავებელი ფაქტორები არსებობდა, ხო? ჩვენ ვნახეთ, აი მეორე მსოფლიო ომის მერე ხშირად ვიხსენებთ, ხო, ამას, იმიტომ რომ ერთ-ერთი ათვლის წერტილი ეს იყო. მეორე მსოფლიო ომის მერე მსოფლიო გაყოფილი იყო ფაქტობრივად ორ ბანაკად, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ ეს ორი პოლუსი მხოლოდ და მხოლოდ ორი პოლუსი არსებობს, იმიტომ რომ თუ გვინდა რომ მთლიანობაში რამე წარმოვიდგინოთ, ესეც როცა ამას ვლაპარაკობ, ხო, დედამიწა თავისი პოლუსებით, ესეც ალგორითმია, ხო, ესეც არსია, საერთოდ სიცოცხლის არსია, ის რასაც ახლა მე დედამიწაზე ჩანს, ხო, არის ორი პოლუსი, სადაც ჩრდილოეთ პოლუსი, სამხრეთ პოლუსი, სადაც ამ პოლუსებზე
შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე კაცრი ის არის, ხო, ბუნებრივი პირობები, იმიტომ რომ თავთავისი პასუხისმგებლობა აქვს იმ პოლუსებს და აქედან გამომდინარე ძნელია იქ ცხოვრება. მაგრამ დანარჩენი უკვე ხედავთ, რომ ეკვატორთან თუ კი შეხედავთ, ხო, მწვანე, სადაც არის ფიზიკურ რუკას თუ შეხედავთ, ან გლობუსს თუ შეხედავთ ფიზიკური რუკის, იმიტომ რომ ორი არსებობს, ხო, გლობუსი ერთი არსებობს, სადაც არის პოლიტიკური, ანუ სახელმწიფოებია დახატული სხვადასხვა ფერებით და არსებობს ფიზიკური გლობუსი, სადაც სახელმწიფოები ნაკლებად ჩანს და ჩანს ბუნება და ბუნებაში ჩანს, ხო, სადაც ყვითელია ის ფერი ნიშნავს იმას, რომ იქ სიცოცხლე ნაკლებად არის, იმიტომ რომ უდაბნოა და არ არის წყალი, არ არის სიმწვანე, ანუ სიმწვანე სიცოცხლის, ასე ვთქვათ, უფრო მეტად მანიშნებელია და ამის მიხედვითაც შეხედავთ და მიხვდებით, ხო, რომ რეალურად ეკვატორიდან სამხრეთისკენ და ეკვატორიდან ჩრდილოეთისკენ ჩანს, რომ სიცოცხლე მეტია და საშუალება მოძრაობის მეტია. ასევე ამ პოლუსებს შორისაც ჩვეულებრივი რამეა, ხო, არსებობენ სახელმწიფოები, არსებობენ საზოგადოებები, რომლებიც ამ პოლუსებს შორის, ასე ვთქვათ, ვითარდებიან და არიან, ოღონდ გავლენები ამ პოლუსებისა, რასაკვირველია, არის მათზე, ხო? აი ამ მეორე მსოფლიო ომის მერე შექმნილი წესრიგი დაირღვა, იმიტომ რომ ერთმა მხარემ მოუგო მეორეს. ხო, ეს იყო შეიძლება ითქვას დაპირისპირება, რომელი მართალი იყო, რომელი მტყვანი იყო, ასე ცალსახად ამის თქმაც ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ისევე როგორც გეუბნებთ ალგორითმია, ხო, არ არსებობს მარტო ერთი სიკეთე და რაღაცა ცალკე ბოროტება, ხო? იმიტომ რომ ყველა იმ სიკეთესა და ბოროტებას სიცოცხლე სინამდვილეში ნიშნავს ორივესთან არსებობას ერთმანეთთან. კი ერქვა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია, თუმცა ამ იმპერიაში ჩვენ თვითონ ცხოვრობდით და რასაკვირველია შედარებებს თუ გავაკეთებთ, ხო, რაღაცასთან ადამიანების დიდ ნაწილს და ამაზეც საუბრობდი მე, რომ დიდ ნაწილს იმის გამო, რომ შედარების საშუალებები ნაკლები იყო. ხო, მიაჩნდა რომ და ჩემს ბევრ ნაცნობს ახლობელს, ჩემს სამეგობროში, საახლობლოში, ხო, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ასაკის ან კიდევ უფრო მეტი ასაკისა არიან, ამბობდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დროს ისინი ძალიან კარგად ცხოვრობდნენ, სოციალური გარანტიები მათი იყო და მართლაც ესე იყო, ხო, შექმნილი. ამ საბჭოთა კავშირმა გარკვეულ წილად მოახდინა რასაკვირველია ზეგავლენა იმ დანარჩენ მსოფლიოზეც, რომელთანაც კონკურენციაში იყო შესული. ეს არ იყო მარტო ცივი ომი, დამთავრდა თუ არა, ასე ვთქვათ, მეორე მსოფლიო ომი, გუშინდელი მოკავშირეები გადაიქცნენ ერთმანეთის მოწინააღმდეგეებად და ცივი ომი ერქვა იმას, რასაც ამ დაპირისპირებაში, ანუ ცხელი ომი და პირდაპირი ომი არ იყო მათ შორის, მაგრამ იყო რეგიონალური კონფლიქტები, ომები, როგორც დღევანდელი თქვათ ტერმინოლოგიით, მაშინ ეს ტერმინოლოგიები არ იყო პროქსი ომები, ანუ ამ ორ დაპირისპირებულ მხარეებს ჰქონდათ მესამე ტიპის სახელმწიფოებთან, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან ასეთი ფორმით არკვევდნენ ურთიერთობებს, ხო? ომები და კონფლიქტები იყო, რომელიც ასევე ჭირდებოდათ იმისთვის, რომ განვითარებულიყო, იმიტომ რომ ომმა დაანახა, რომ ტექნოლოგიის განვითარება ომის დროს სერიოზულად ხდება ხოლმე, იმიტომ რომ დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, მაშინ ჭირდებათ ადამიანებს, საზოგადოებას ჭირდება ტექნოლოგიის განვითარება და ომის დროს მაქსიმალური ეკონომიკური, აზრობრივი, რაც კი რამე რესურსი არსებობს, ხო, ინტელექტუალური, რაც კი რამე რესურსი არსებობს, ომის დროს მობილიზაცია ხდება მისი, იმიტომ რომ იმ წუთას გჭირდება შენ იარაღი, იმ წუთას შენ გჭირდება უპირატესობა მტერთან და ამიტომ მაქსიმალურად აჩქარებ ყველა ტექნოლოგიას და სხვათა შორის ის ტექნოლოგიები, რომლებიც მერე უკვე ელემენტარულად თუ კი აიღებთ, ხო, გერმანული მაგალითად მანქანათმშენებლობა შეხედავთ, აი მაგ BMW მანქანა უშვებდა თვითმფრინავებს, სამხედრო თვითმფრინავებს, მესერშმიტებს უშვებდა, ხო, Porsche მაგალითად ტანკს უშვებდა, ხო, გაგიგიათ ეს და ვებხვი და ტაიგერი, ხო, გერმანული უშვებდა ასევე Porsche-ს ქარხანაც, ხო. შემდგომში უკვე ომის მერე რასაკვირველია ამ ტექნოლოგიების განვითარებით უკვე მშვიდობაში, ასე მშვიდობიან პერიოდში ეკონომიკაში შემოდის, თქვათ, ეს ფაქტორები და ასე ვითარდება საზოგადოება სახელმწიფო. და ასე იყო მუდმივად, არა მარტო მეორე მსოფლიო ომის დროს, ასე განვითარდა მთელი ჩვენი შეიძლება ითქვას, რომ აი კაცობრიობის განვითარებას თუ შევხედავთ და განსაკუთრებით, ხო, დიდი ნაწილი ფიქრობს საიდანაც აი საწყისი ეტაპებიდან როცა კი იწყება, ხო, რატო არის რომ დარჩენილი რაც არის წერილობითი
ძეგლები, ანუ დოკუმენტალურად რასაც კითხულობ, ხო, ეს არის ძირითადად საბერძნეთის, რომის განვითარების, ასევე თქვათ ჩინელებს ჰქონდათ განვითარებული და ცივილიზაცია, რომელიც განსხვავებული ცივილიზაციაა, მაგრამ მათი ტექნოლოგიები როგორ ვითარებდა, ომი ავითარებდა და კაცობრიობის ისტორიას თუ კი ავიღებთ, ეს არის სინამდვილეში თუ კი გადახედავთ, ხო, ძირითადად აი თუ ისტორია ვისაც უყვარს ან სკოლაში მაინც სწავლობს, ძირითადად ხო შეიძლება ითქვას, რომ 80-90%-იც კი ეს არის ომები და დანარჩენია ვთქვათ რაღაცა ნაწილია 10%-ია კულტურის და ეკონომიკის შესახებ ლაპარაკი, თორე ისე კაცობრიობის ისტორია ეს არის ომების ისტორია. აი ჩვენ დღევანდელ სიტუაციაში ჩვენს თვალწინ მოხდა ერთის მხრივ ჩვენ ხედავდით რომ დასავლეთი, ასე ვთქვათ კოლექტიური დასავლეთი, რომელიც ფიქრობდა რომ ტექნოლოგიურად ის ძალიან წინ იყო დანარჩენი მსოფლიოსგან, მართალია მან მოახერხა და გააკეთა. თვითონ დასავლეთმა გააკეთა ეს და სხვათა შორის ამაში ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი წვლილია, რადგანაც თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები ყოფილი კოლონიაა, ხო, ინგლისის ყოფილი კოლონია, რომელმაც გადაწყვიტა სუვერენიტეტის მოპოვება და გადაწყვიტა შეექმნა ახალი ტიპის სახელმწიფო, რომელშიც ასევე დაეხმარნენ რასაკვირველია სხვა სახელმწიფოებით, განსაკუთრებით საფრანგეთი, რომელიც ინგლისთან იყო დაპირისპირებული და ფრანგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ინგლისის ეს ვებერთელა კოლონია, რომელიც იყო რესურსების მიმწოდებელი, ეს არა მარტო თქვა ოქროს, ბამბის, იარაღის, არამედ მთლიანად ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი იყო, ისევე როგორც ინდოეთი ინგლისის კოლონია იყო, ხო, და ინდოჩინეთი შეიძლება ითქვას მთლიანად ეს სივრცე, ხო, ინგლისი ფაქტობრივად შეიძლება ითქვას აი კუნძულზე მყოფი ერი, რომელმაც მოახერხა ის რაც ვერ შეძლო თავის დროზე ვთქვათ, აი რომის იმპერიამ მოახერხა, ხო, წესრიგი, ინტელექტუალური განვითარება, აი ამ ყველაფერმა მისცა საშუალება, ხო, ესენი ინსტრუმენტები იყო იმისი, რომ ადამიანების შეიძლება ნაკლებ მცირე ჯგუფს მოეხერხებინა დაეპყრო თითქმის ასე ვთქვათ მთელი ევრაზიის კონტინენტი, აფრიკის კონტინენტი, ხო, ფაქტობრივად სადაც კი გაწვდნენ დაიპყრეს და მათ ასე ვთქვათ გავლენის სფეროში იყო. რამაც სხვათა შორის დადებითი მოქცა ის დღევანდელი სიტუაციით, იმიტომ ვამბობ, უარყოფითი დადებითი მუდმივად არის. ახლა გერმანელი ტომებისათვის, რომლებსაც ისინი იპყრობდნენ და ომობდნენ, ხო, გერმანულს ვეძახით თუ ამ ტომებს, თორე გერმანები ერთ-ერთი შემადგენელი ალემანები, გერმანები შემადგენელი ნაწილი იყო იმ ასე ვთქვათ ჩრდილო დასავლეთის ადამიანთა მოდგმისა, რომლებსაც დიდი მოდგმაა, ხო, ეს და დაწყებული მისული იმამდე ნორვეგიამდეც კი, ხო, აი სადაც ვიკინგები რო ვიცით, ხო, ეს ერთი მოდგმის ხალხი იყო. იმათთვის რო გეკითხა, რასაკვირველია, იპყრობდა, ანადგურებდა, ხოცავდა, ხო, იმიტომ წინააღმდეგობას უწევდნენ, ჩვეულებრივი რამეა, ხო, ესეც ჩემი ტერიტორიაზე შემოდის უცხო და ეს ჩემი ტერიტორია სახელმწიფოებრივად შეიძლება არ იყვნენ ჩამოყალიბებული, მაგრამ ტომობრივი მენტალობა ჰქონდათ, ანუ რაღაც გარკვეული საზოგადოებები იყვნენ, ტომის ბელადები, პატარა მეფეები ყავდათ, ხო, ტომების გაერთიანებაში მეფეები იყო და ისინი მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ, დიდი ომები ჰქონდათ, ხო, მათთან და მათთვის ის იყო რომაელი დამპყრობელი, რომელიც შემოდიოდა და იპყრობდა, მაგრამ მეორე მხრივ თუ შევხედავთ ამას, ხო, ცივილიზაცია შეიტანეს. ხო, ცივილიზაცია შეიტანეს, აზროვნება, ინტელექტი, ეს ყველაფერი, ის რომაული სამხედრო დასახლებები შემდგომ გადაიქცა დედაქალაქებად, ანუ მათ გარშემო მერე უკვე ის ტომები, დაპყრობილი ტომები უკვე სწავლობდნენ ცხოვრებას, სწავლობდნენ ძალიან ბევრ რამეს. და საბოლოო ჯამში კი მოხდა ისე, რომ სწორედ ამ გერმანულმა ტომებმა დააქციეს მერე რომი, რომელსაც ბევრი მიზეზებიდან გამომდინარე და თან ეს დააქცევაც მოხდა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ 700-800 წელი იარსება ამ სახელმწიფომ, რომაულმა წესრიგმა, ხო, რომელიც აი ვებერთელა ის კი არა გაყოფილი იყო, ხო, ორი რომი იყო, იმიტომ რომ ერთი კი ვეღარ მართავდა. იყო კონსტანტინოპოლი, რომელიც მეორე რომად იწოდებოდა, ხო, ანუ აღმოსავლეთში და შეიძლება ითქვას, რომ ისე განვითარდა სიტუაცია, რომ ცალკე კულტურა შეიქმნა, ხო, აღმოსავლეთ რომის კულტურა განსხვავდებოდა, თქვათ იმ დასავლეთის რომის კულტურისაგან, იმიტომ რომ ადამიანები ქმნიან, ხო, სახელმწიფო იქმნება ადამიანებისგან. ამ ადამიანების თვისებებს ატარებს და აქეთკენ აღმოსავლეთში სხვა ტიპის ადამიანები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთი რელიგიაც
კი მე ბოლო უკვე მე-4 საუკუნის მერე შემოდის ხო რომშიც კონსტანტინოპოლი იწყებს ხო ამას როდესაც ლეგალიზაციას ახდენს ქრისტიანობის ხო შეიძლება ეს ერთი კულტურა იყო მაგრამ გარკვეულწილად მაინც სამხრეთული კულტურა თქვენ წარმოვიდგინეთ რომაული და ბერძნული კულტურაც რომელსაც საფუძვლებიც კი ერთნაირი ჰქონდათ ხო ქრისტიანობამდეც კი ღმერთებიც კი დაახლოებით ერთნაირად ჰქონდათ აზროვნების წესი ცხოვრების წესი შეიძლება თქვას ერთნაირი იყო მაგრამ მიუხედავად ამისა განსხვავებული კულტურები ჩამოყალიბდა ხო იმიტომ რომ მუდმივად არის არამედ თვითონ შიგნითაც კი არის ხო იმაში რა ქვია დასავლეთ რომის იმპერიაშიც კი სხვაობებია სხვათა შორის მე ხშირად ვამბობდი ხოლმე იმას სანამ აი ამ დღევანდელი პერიოდის დროს და ხშირად ვიძახდი სანამ რუსეთი ევროკავშირს აღიქვავს როგორც ერთ სახელმწიფოებრივ წარმონაქმს და აღიქვავს როგორც ერთ კულტურას მაგრამ ეს ერთი იქნება მისთვის და იქნება მასთან ჭიდაობა და სინამდვილეში მან უნდა დაინახოს და მე აღმოჩნდა რომ თურმე არის კიდევაც ხო აღმოჩნდა რომ უნგრეთი ჩეხეთი ხა თქვენ წარმოვიდგინეთ ბელგიაც კი თავთავისი ინტერესები აქვს ხო თავთავისი ხედვა აქვს უყველას და აი ამ ყველაფერს რატომ მიეცა საფუძველი იმიტომ რომ ბევრი რამ შეიცვალა ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლისას და ამასაც ვამბობდით აქ ამ ტელევიზიიდანაც ხშირად გვითქვია და მე თვითონ ხშირად მithქვია ჩემს კოლეგებსაც ბევრჯერ ულაპარაკიათ რომ ტრამპის მოსვლა შეცვლის ყველაფერს და რატო შეცვლის და რა მივიღეთ ხო ანუ რეალურად მოდით შევხედოთ ამ ორ პოლუსზე რა ხდება ანუ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი რომელიც დღეს სინამდვილეში არ ნიშნავს ეს იმას რომ მარტო ეს ორნი რასაკვირველია დანარჩენებიც მონაწილეობენ ამაში და მონაწილეობენ როგორც ვთქვათ ჩინეთი როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკა და ერთ-ერთი დიდი როგორც ტერიტორიულად ისე ადამიანური რესურსითაც ხო ვებერთელა ქვეყანა ასევე შეიძლება ითქვას ინდოეთი ევროპა და ევროპის ქვეყნები ცალკე რაც ერთიანი ევროპა ცალკე აღებული შეიძლება ითქვას რომ კიდევ ვამბობ თუ კი მათ ერთი საერთო ეკონომიკა ექნებათ ხო ამ სახელმწიფოებს რომელიც ჩამოთვლილი არაფერთან ჩამოუვარდება მიუხედავად იმისა რომ შეიძლება იმხელა ტერიტორია არ აქვს მაგრამ საკმაოდ დიდი ტერიტორია და მოსახლეობითაც ყველაზე მდიდარი ინტელექტით ყველაზე მეტი ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას რომ აქ არის ხო ქვია ძველი ბებერი ევროპა რომელიც ყველაზე მეტად ინტელექტუალური კულტურულად განვითარებული ბევრი რაღაცის ტონალობის მიმცემია მაინც ევროპა ხო ვიღაცემას ძალიან უცბად ჩამოწერეს ევროპა იმიტომ რომ ამერიკელებმა რა ხარ თქვენ თქვენ პრობლემები გაქვთ და მე მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში ხო მასავით არის რა ქვია რაღაცებს აუყვებით როცა გვაწყობს და სახელმწიფოში ადამიანური თვისებებიდან გამომდინარეა ხო სახელმწიფოც ადამიანები მართავენ მას და როგორი ადამიანები მართავენ იმის მიხედვით მე ჩვენი ერიც ფასდება ხო რეალურად ესეა და ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში ხშირ შემთხვევაში ვერ მივახციეთ იმას რომ ისეთი სტაბილური ხელისუფლება გვყავდეს რომელიც მოახერხებს რომ ქვეყანაში ეკონომიკური დონე ისე აწიოს რომ მე ინტელექტუალური დონეც განვითარდეს დემოგრაფიული მდგომარეობა უფრო ძლიერი გქონდეს ხო ჩვენ 3 ათეული წელზე ცოტა მეტია რეალურად გვყავს ლიდერები გვყავდა ხელისუფლებები მაგრამ ამ ხელისუფლებებმა ვერ მოახერხეს სტაბილური გარემოს ჩამოყალიბება და აქედან გამომდინარე როგორ ხვდებით ახლა ამ ახალი მსოფლიოს დაბადებას სადაც ტრამპმა თქვა არ არის ესე რომ მარტო ძალა იყოს და რახან ძალა მაქვს აქედან გამომდინარე მე შემიძლია და ეს ჩვენ ნანახი გვაქვს მე ახლა რასაც ვამბობ ჩვენ 90-იანებში ნანახი გვყავს ადამიანები რომელსაც ხელში იარაღი რო ეჭირა თვლიდა რომ ერთადერთი ვისიც ეშინოდა ღმერთის არ ეშინოდა ხო ადამიანის არ წვენოდა ეშინოდა მხოლოდ მისნაირი შეირაღებული ადამიანის რომ შეიძლება მანაც მომკლას თორე ისე ხელში ავტომატი ეჭირა რასაც უნდა ფიქრობდა რომ ყველაფრის გაკეთების უფლება მაქვს და თulis რომ აი ასეთი ტიპის სახელმწიფოც ასე უნდა იყოს მოწყობილი და ასეთი ტიპის ადამიანები როდესაც ხელისუფლებას იგდებენ ხელში, მე თვლიან რომ მათ იმ მიზნების მისაღწევას, რომელსაც ისინი თვლიან რომ სავსებით ლეგიტიმური მიზნებია, ამისთვის ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ. და რეალურად ჩვენ ხედავთ რომ ასეთი ტიპის სახელმწიფოებში ნაცხოვრები გვაქვს, ასეთი ტიპის ხელისუფლებებში ეხლაც ცხოვრობთ და ნაცხოვრებიც გვაქვს, ხო? როდესაც ადამიანი თulis რომ თუ კი ვიღაცა თუნდაც უმცირესობა ამ შემთხვევაში სექსუალური უმცირესობაზე არ მაქვს ლაპარაკი, თუმცა ისიც უმცირესობა და მისი უფლებების დაცული უნდა იყოს, როცა დაცვაზეა ლაპარაკი. ან ეთნიკური უმცირესობაზე როცა ლაპარაკი, მისი უფლებებიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს და უნდა იყოს იგივე რანგში დაცულობა, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, კანონი ხო არ არის სახელი და გვარი.
კანონი უნდა მუშაობდეს ყველასთვის ერთნაირად. კანონი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ვიღაცა ან სოციალური მდგომარეობა ვის როგორი უკავია, ან სახელი და გვარი ვის როგორი აქვს და ვინ პიროვნება. კანონები არ იწერება ეს უძველესი დროიდან ეს არის აქსიომა, ხო, რომელზედაც აი როგორც 2x2 არის 4, ამაზე თუ შეთანხმებული არა ვარ, ძალიან გაგვიჭირდება, ხო, მე ურთიერთობა, იმიტომ რომ გაგვიჭირდება, ან შეიძლება გამრავლების ტაბულას ერთად ადამიანმა არ იცოდეს და ადამიანი იყოს. არც მიმატება გამოკლება არ იცოდეს. უბრალოდ ეს ინსტრუმენტები, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ, ხო, განათლება, რაც გვჭირდება და საწყისი 2x2 4, ამაზე საზოგადოება შევთანხმდით, იაპონელიც, ჩინელიც, ინგლისელიც, გერმანელიც, სომეხიც, აზერბაიჯანელიც და რა ვიცი, აფხაზიც, ოსიც ამაზე შეთანხმებულები ვართ, რომ 2x2 არის 4, ანუ რაღაცა საერთო გვაქვს. ამ საერთო რაღაცა კრიტერიუმებით ადამიანები ერთმანეთს მე რაღაცა ურთიერთობებს ვალაგებთ და თვლით და ერთმანეთთან გვაქვს რაღაც გარკვეული ურთიერთობები. აი ამ დონეზეა ლაპარაკი, რომ კანონი არ შეიძლება იწერებოდეს რაღაც კონკრეტული სიტუაციისთვის, კონკრეტული პიროვნებების მიხედვით, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ორმაგი სტანდარტი წარმოიშობა და არ აღებულობთ ჰარმონიულ საზოგადოებას. იმ საზოგადოებაში რყევებია. შეიძლება ერევი კაცო. შეიძლება ყველას მოერიო. იმისი არ იყოს ეხლა რომელი ხელისუფლება ვერ მოერევა თავის საკუთარ ხალხს. ხო, რა უნდა ჯარი ყავს, პოლიცია ყავს, სასამართლო შენია, რასაც გინდა იმას იზავ. რასაც გინდა გააკეთებ, ხო? ერთადერთი რაც მოგერევა, კიდევ ამბობ, ერთია მარტო ესეც არ არის, ღმერთის შიში თუ არა გაქვს, ადამიანის თუ არ გწვენია, სხვა ადამიანები არსებობენ და ისინი ამას გამოიყენებენ. ამ მომენტს გამოიყენებენ, რომ შენ ასეთი ტიპის ადამიანი საშიში ხდება დანარჩენი საზოგადოებისთვის. ისევე როგორც ერთხელ მონაყოლებმა კაცო, სხვის ბავშვს რო ვიღაცა ურტყავს და შენ რო ეს გესმის. დამაზე რეაგირება არა გაქვს, ხო, გონება ჩლუნგი ხარ. იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ის თავისი ბავშვია, კაცო, როგორც უნდა ისე მოექცევა. ამას რო ფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ შენ ბავშვი იმიტომ არ ურტყავს, რომ უბრალოდ ამის საშუალება არ აქვს. შენ შეიძლება თავისას თუ ურტყავს, შენ შეიძლება საერთოდ მოკლას. ხო, იმიტომ რომ ადამიანს ასე მიაჩნია, რომ სწორია. აი, შენიშნა მიცა, ვერ გაიგო და ადგა და დაურწყო რტყმევა. შენსაც რომ მიცა შენიშნა და იმან რომ ვერ გაიგოს და არ გააკეთოს, ის შეიძლება საერთოდ მოკლას, იმიტომ თავისას ურტყავს და შენ შეიძლება მოკლას. ამიტომ გინდა არ გინდა გარკვეული ის უნდა გქონდეს ფორმაც უნდა მოძებნო, რასაკვირველია, შენთვის მთავარი ხო ის არის, რომ იმ ადამიანმა ხვალ არ გააკეთოს მსგავსი რამე და გამოიძიო ის მიზეზი, რამაც აქამდე მიიყვანა. ნორმალური ადამიანი ასე უდგება და ცდილობს, რომ შედეგობრივად მიიღოს რაღაცა, ხო? თუმცა იმისათვის, რომ ის რა ქვია, რტყმის პროცესი შეაჩეროს, როცა ბავშვს ჩაგრავს, ხო? იქ შეიძლება მოგიწიოს მკვეთრი რეაგირება და შეიძლება აგრესიულიც იყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ მე ეს აგრესია გაგეგრძელდეს, არა, მე უნდა აგებინო, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება და შედეგად ის მიიღო, რომ შედეგობრივად ის დანაშაული აღმოფხვრა და არა დამნაშავის დასჯა იყო შენი მთავარი ამოცანა, ხო? ესე ცივილური ადამიანები ესე იქცევიან, ნორმალური ადამიანები ესე იქცევიან, ხო? როცა რაღაცა არ მოგწონს, მიზეზიც უნდა გაიგო, რამ გამოიწვია, რომ აქამდე მივედით, ხო? აი, ამას რატო ლაპარაკობ და რატო საუბრობ? აი ამ ორი ტიპის ქვეყანა, ხო? აი პუტინი და ტრამპი. ნახეთ რა გააკეთა ტრამპმა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახსოვთ თქვენ ტრამპის მოქმედების ეს უკვე მისი ასე ვთქვათ გარკვეული ალბათ მისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან არის მაქსიმუმის მოთხოვნა დაყენება რაღაცა საკითხის მაქსიმუმისა და შემდგომ მაგიდასთან თანდათანობით კომპრომისებით გარკვეული შეთანხმების მიღწევა და ერთ-ერთი მომენტი საქართველოში ძალიან ხშირად რო არის და მით უმეტეს ოცნებიდან იმდენად ხშირად ისმოდა ეს deep state-თან ბრძოლის მომენტი რომელიც ტრამპმა გამოაცხადა ხო ერთ-ერთი მთავარი იყო რომ deep state-ს ვებრძვი ეს იყო ის მაქსიმუმი რომელიც თქვა და რას ნიშნავს deep state-ი ხშირად აგვიხსნია კიდევაც მაგრამ ისე კიდევ ერთხელ ეს არის სახელმწიფოს გარეთ ეს არ ნიშნავს ვიღაცა ადამიანების რაღაცა ჯგუფი ზის რომელსაც ყავს რაღაცა ერთი უფროსი და მე ის რაღაცა შეთქმულებებს აწყობს deep state არის გავლენა ანუ სახელმწიფოს გარეთ რაღაც გარკვეული გავლენა deep state ხანდახან არ არის ცუდი იმიტომ რომ გარკვეული გავლენის გამო იმიტომ საზოგადოებრივი აზრი არსებობს რაღაცაზე ხშირად სახელმწიფოს მართველებს უწევთ ამ აზრის გათვალისწინება და კარგი საქმეების კეთებაც მაგრამ ამ შემთხვევაში იგულისხმებოდა რომ სახელმწიფოს მიღმა არსებობენ და ეს მოიტანა სიტუაციამ რომ სახელმწიფოც კი გახდა გარკვეულწილად ხელისშემშლელი იმ დიდი კორპორაციული გაერთიანებებისათვის რომლებმაც ფულის კეთება ერთ-ერთი მთავარი მიზანი მათთვის გახდა ფულის კეთება ანუ
ამ ფულის მეშვეობით ფულის მოგება და მიზანი საბოლოო ჯამში და ესეც უძველესი დროიდან მოდის ჯერ კიდევ ხო აი ბიბლიას როცა კი შევეხებით და შევხებივართ და წაგვიკითხია სულ დასაწყისში როცა არის ელემენტარულად გახსოვთ თქვენ ხბოს ოქროს ხბოს რო ჩამოასხავენ ხო ეს ამოგიტიპტივდება თავში ხო რას ცემ პატივს ხო რის კულტს ცემ პატივს ხო აი და რას ცulis ამიტომა როდესაც გახსოვთ თქვენ რომ კანონთა ის რატო ჩამოაქვს ხო მოსეს და რატო ეუნება რომ მოდით აი შევცვალოთ ეს დამოკიდებულება ფული კი არ არის მთავარი ხო არამედ მთავარი არის ადამიანური ფასეულობები მომონა აი ეს არის სწორედ ის სისტემა და ეს არ არის მართლა იმ ოქროს ხბო ამ შემთხვევაში არის მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლო რაღაცა თუ ეს შინაგანად დევს ფიზიკური განსხეულების გარეშე ადამიანების დიდ ნაწილში მიდრეკილება იმისკენ რომ მას კონდეს ფულადი საშუალება დევს ოღონდ ფული ინსტრუმენტია იმისი რაც შენ გინდა გააკეთო თუ ფული თავად არის მიზანი აქ ეს არის სხვაობა და ამ კორპორაციებს რასაკვირველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო და ეს უძველესი კორპორაციებია უძველესი დროიდან მოდის ეს სიტუაცია მე იცვლება ეს ყველაფერი თორე ამ კორპორაციებს რასაკვირველია ქონდათ რომ აი ერთ-ერთი მთავარი სწორედ საბანკო საფინანსო სისტემა რომელიც განსხვავებით წარმოებისა და მწარმოებლებისა რომლებიც რაღაცას აწარმოებენ კარგს ცუდს მაგრამ რაღაცას აწარმოებენ ხო კარგს და ცუდს ამ შემთხვევაში გულისხმობ თუნდაც ხარისხის მიხედვით და ასევე თქვა იარაღს აწარმოებს ტანკს თუ იმას თვითმფრინავს მას ჭირდება მე მისი გასაღების ბაზარი მანქანას აწარმოებს ტელეფონს აწარმოებს სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებს გასაღების ბაზრისთვის საჭირო არის არ არის საჭირო უფრო ხელი შემშლელია როდესაც სახელმწიფო მაგალითად გიშლის ხელს იმიტომ შეტანა გიჭირს რაღაც გარკვეული წესები აქვს მაგრამ ამ წესების დაძლევას ცდილობ გავლენის მოხდენას ახერხებ რომ შენი ტელეფონები შეიტანონ რომ მას თავისის წარმოებისთვის გარკვეული პირობების შექმნას როცა ცდილობს და თავისი ეროვნული წარმოება უნდა შენეს ხელს გიშლის ხო და აქედან გამომდინარე ეს საფინანსო სისტემები გადაიქცნენ შეიძლება ითქვას და არა მარტო საფინანსო სისტემებს მე შეერწყა თქვენ წარმოიდგინეთ რომ თუ კი ადრე მაგალითად გერმანელები ამაყობდნენ იმით რომ მათ ყავდათ როგორც მაღალი კლასის მანქანები თქვათ Mercedes-ი, BMW, ასევე ყავდათ შედარებით დაბალი კლასის უფრო ხალხის, ანუ სახალხო ტიპის, უფრო იაფიანი მანქანები, ხო, თქვათ Opel-ი, Volkswagen-ი, ხო? და მათ თქვენს რომ შევინარჩუნეთ ისე კი არ მოხდა რომ BMW-მ ჩაყლაპა Volkswagen-ი, ამ BMW-მ ჩაყლაპა თქვათ Opel-ი. არა, მათ თავთავისი ბაზრები შეინარჩუნეს, რეგულაცია მოახდინეს. მაგრამ შემდგომ წლებში მოხდა ისე რომ სიტყვაზე ზუსტად აღარც მახსოვს Opel-მა Ford-თან ერთად გააფორმა თქვათ რაღაც გარკვეული ხელშეკრულებები და ერთიანი ბაზრის შექმნა დაიწყო. ხო? ანუ რეალურად მათ ნაციონალური მომენტები დაკარგეს და გადაწყვიტეს რომ ფული უნდა გავაკეთოთ და რა მნიშვნელობა აქვს. შეიძლება მოწინააღმდეგე ერთმანეთთან დაპირისპირებული სახელმწიფოებიც კი იყვნენ, მაგრამ ჩვენ ბიზნესი გავაკეთოთ ერთად. მათ თავიანთი ინტერესები აქვს, თქვენ სახელმწიფოებს თავიანთი კულტურული, რელიგიური, რა ვიცი, ფსიქოლოგიური, ბევრი რაღაცა პოლიტიკურად არათავსებადები არიან, ერთ სრულიად სხვა სისტემა აქვს მართვის, მეორე სხვა, მაგრამ ჩვენ აქ ბიზნესი გვაქვს და ჩვენ გვაინტერესებს ადამიანები ისე როგორც ბანკს ნომრები აქვს. სახელი და გვარი კი არ აინტერესებს. ნუმერაციაა, ხო, ისევე როგორც აი ჩვენ გვაქვს პირადი ნომრები, რომელიც უნივერსალურია და ჩემი პირადი ნომერი მარტო ჩემი ნომერია, სხვისი ვერ იქნება, ხო, ვერაზოს. აი ბანკისთვის მე ნომერი ვარ და იმას არ აქვს მნიშვნელობა სად ვცხოვრობ, ვინ ვარ, რა სქესის ვარ, იმასაც არ აქვს მნიშვნელობა და საერთოდ რამდენი წლის ვარ, თავარი არის რომ იმისთვის ფულადი ოპერაციებისთვის, საფინანსო ოპერაციებისთვის არსებობს რაღაც გარკვეული ადამიანი, რომელთანაც ეს ურთიერთობა აქვს. ასეთი ტიპის მართლობისთვის რასაკვირველია სახელმწიფო ინტერესები მიუღებელი ხელს უშლის. რელიგია ხელს უშლის. აი გლობალიზაციას როცა ვლაპარაკობ, თითოეული რელიგია, რომელიც დღეს არის გავრცელებული, რასაკვირველია თავისთავად გლობალურები იყო, ხო? იმიტომ რომ ქრისტიანობა გლობალური რელიგია, ეს არ იყო თქვათ ებრაელების რელიგია, ეს გახდა ყველას რელიგია. მუსულმანობა არ იყო მარტო არაბების რელიგია, ხო? ის გახდა ირანელებისაც, ნებისმიერი სხვა ეთნიკური ჯგუფების და რა ვიცი, იმაში რა ქვია, ოკეანეთში და აფრიკაშიც ეს რელიგია ჩაულებრივად ვრცელდება და ყავს თავისი მომხრეები, ხო? ანუ მე ამას რატომ ვიძახი? რეალურად ტრამპმა თქვა რომ დამთავრდა ეს ეპოქა
როდესაც ასეთი ფორმით ხდებოდა და რუსეთის დაშლა ეს იყო ამოცანა და ჩვეულებრივი ის არის რა ქვია ამ ადამიანებისაც მესმის ხო საბჭოთა კავშირის დაშლის მერე თუ კი მოახერხებდნენ იმას საბჭოთა კავშირი თავისთავად იდეოლოგიურად იყო საფრთხე იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი იდეოლოგიურად ებრძოდა განსხვავებული იდეოლოგიის მატარებელი იყო თქვენ გახსოვთ თქვენ ხო ბოლო ფილმებიდან მაინც გახსოვს ჩაპაევზე რო იყო კი за первый интернационал за второй ჩაპაევს რო ეკითხებიან ხო პირველი ინტერნაციონალს მომხრეკავ თუ მეორეს ეს ეკითხა ლენინ за какой არა ინტერესებს კაცო არც იცის რა არის ან პირველი ინტერნაციონალი მეორე ინტერნაციონალი და იმის მიხედვით ლენინ თუ იქნება მეც იქით ავარ ხო ამას რატომ რა იყო ინტერნაციონალის მთავარი ისა რომ ეს არ იყო მარტო რუსეთში კი არ უნდა მომხდარიყო ეს რევოლუცია და რუსეთი კი არ უნდა მოწყობილიყო ასე არამედ სოფლიოში უნდა მომხდარიყო ეს რევოლუცია და სოფლიო უნდა აწყობილიყო აი მარქსისა და ენგელსის იმ იდეოლოგიაზე რომელთანაც ეს კლასობრივი ბრძოლის ის ჩამოაყალიბა რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი იდეოლოგია მან გავლენა მოახდინა ბევრ ამას ადამიანებმა და იმ დასავლეთში სხვათა შორის სწორედ იმის გამო რომ კონკურენციის მომენტი რომ საბჭოეთში თუ კი თქვათ განათლება უფასოა ჯანდაცვა უფასოა მათ უფრო მაღალი ხარისხის განათლება უფრო მაღალი ხარისხის ჯანდაცვა შექმნეს და მიაახლოვეს და თითქმის უფასო რას ნიშნავს ხო სახელმწიფო იხდის ამ ფულს თორე ფული იხდება იმიტომ ექიმს ფული ხო უნდა გადაუხადო ხო ჯანმრთელობა ჯანდაცვა თუ უფასოა ეს იმას არ ნიშნავს რომ ექიმი უფასოდ მუშაობს ექიმს ვიღაცამ ფული უნდა გადაუხადოს ოღონდ ფულს ვინ უხდის ხო აი ეს იყო მთავარი მე უხდი პიროვნება სახელმწიფო უხდის ამ ფულს და ეს ფული სახელმწიფოში როგორ მივიდა ჩემგან არ მივიდა კაცო აბა სახელმწიფო რა ქვია ხო არ ხეზე ხო არ ამოდის ეს ფული ანუ განაწილება როგორ მოხდებოდა ამაზე იყო დამოკიდებული ამიტომ საბჭოთა კავშირში მცხოვრებები თვლიდნენ რომ სოციალურად დაცულ ქვეყანაში ვცხოვრობდი სოციალურად დაცულ სიტუაციაში ვცხოვრობდი თუმცა კიდე გეუბნებით იმ დროს ჩვენ ეს არ ვიცოდით და ჩვენ გვეგონა რომ მარტო ჩვენთან იყო გადასარევი სამედიცინო ისა რა ქვია მომსახურეობა იმიტომ რომ ადამიანი ავად ხდებოდა არავინ არ გეკითხებოდა რა ქვია ფული გააქვს ისე არ დაგაწვენ ვიყავდათ მკურნალობდნენ ოპერაციას უკეთებდნენ პოსტ-ოპერაციული პერიოდი გადიოდა გამოვაჯამთელებდნენ სანატორიუმში აგზავნიდნენ და ანუ მთელი სისტემა იყო აწყობილი საბჭოთა კავშირში მაგრამ თქვენ წარმოვიდგინეთ აღმოჩნდა რომ მე თანდათანობით რომ თურმე იქ ნაკლები კი არა ბევრ ამაში უფრო უკეთესადაც აქვს ყველაფერი და დღევანდელ სიტუაციაში ხედავთ რომ აქ უკვე საბჭოთა იმის დროსაც იყო რა ოპერაციას რომელსაც აქ შეიძლება ვერ გაეკეთებინათ ცდილობდნენ ხოლმე რომ თქვა წაეყვანათ ან გერმანიაში ან თქვა ისრაელში თუმცა ძალიან ძლიერი ექიმები ყავდათ ხო აი საქართველოშიც ძალიან ძლიერი ექიმები ყავდა ძალიან ძლიერები იყვნენ სოფლიო დონის იყვნენ ახლა ხან სანამ დაიწყებოდა აი ბოჭორიშვილზე იყო საუბარი სულმნათი კაცი რომელიც მართლაც სოფლიო დონის აკადემიკოსი იყო ხო და ყავდა ძლიერი ექიმები ქართველებიც საბჭოთა კავშირში მოსკოვში ჩაყავდათ ხოლმე ხანდახან საქართველოში რო არ მაგრამ ევროპა და დასავლეთი ეხლა მით უმეტეს ხო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა და ჯანდაცვა იქაც არათუ რასაკვირველია ფასიანი არის რასაკვირველია ფასიანთან მაღალი მომსახურება არის უფასოც და უფასო რას ნიშნავს სახელმწიფო იხდის იქაც ფულს იქ არ არის საბჭოეთი მაგრამ სახელმწიფო დაზღვევა იხდის ამ ფულს ანუ შექმნეს სისტემა ისეთი რომელიც კერძო დაზღვევა ახერხებს იმას რომ კონდეს იმის საშუალება და კონდეს იმისი ფული რომ ადამიანს რომელსაც არ აქვს გადახდის ასე უნარიანი არ არის და ეს ადამიანი არათუ თავისი მოქალაქე არამედ სხვა ქვეყნიდან ჩასულსაც კი უკეთებს ოპერაციას და ისეთ ოპერაციებს კი არა რომლებიც ასე ვთქვათ იაფიჯდება შედარებით ხლა ადამიანის სიცოცხლეზე ლაპარაკი როგორ შეიძლება ძვირი და იაფი მაგრამ თქვენ წარმოვიდგინეთ ღვიძლის გადანერგვას აკეთებენ ორგანოების გადანერგვას მრავალ მილიონიან ოპერაციებს უკეთებენ ადამიანს რომელიც მისი მოქალაქეც არის საქართველოსდან ჩასული ადამიანი იქ იკეთებს ოპერაციას ონკოლოგიურ პაციენტებს როცა მკურნალობენ ანუ შექმნეს სისტემა რომელიც არანაკლები იყო და ამიტომ საბჭოთა ადამიანებს საბჭოეთში ნაცხოვრებ ადამიანებს ნოსტალგია როცა აქვს გონიათ რომ აი საბჭოეთის იქითკენ ეს მაინც გქონდეს ხო და ჩვენ 30 წლის მანძილზე ვერ მოახერხეთ რომ შეგვექმნა ისეთი სისტემა რომელიც საბჭოეთის დონეზე მაინც იქნებოდა არათუ საბჭოეთზე უკეთესი არა და მიზანი ხო ეს იყო
აი ასეთი სისტემების დაჯახების მერე ერთი ჩამოიშალა. ბუნებრივად ვერ გაუძლებდა ამ კონკურენციას, იმიტომ რომ არა ბუნებრივ ფორმებზე იყო აწყობილი. თუმცა ჩინეთზე როცა მაგალითი ლაპარაკი, ჩინური საზოგადოება მიუხედავად იმისა, რომ ისიც მრავალეთნიკურია, ხა ჩინელი ჩვენთვის ყველა ერთი არის, ხო, უყურებთ ხა დიდ განსხვავებებს ვერ აპოულობთ, მაგრამ მათ ერთმანეთთან რასაკვირველია დიდი სხვაობები ჰქონდათ და ომებიც ჰქონდათ, ხო, ერთმანეთთან და ვითარდებოდნენ ცალკე სამოფუები იყვნენ, ბოლოს შეძლეს ერთიან სივრცეში ასე ვთქვათ მოქცევა და ერთიან სივრცეში ჩამოყალიბდა ეს საზოგადოება, რომელსაც განსხვავებული საბჭოთა კავშირისგან მაინც ჰქონდა ფორმები, მაგრამ კულტურული ნაწილით განსხვავებული იყო და მისაღები იყო მათთვის. ხო, იმიტომ რომ ისე არ იყოს, რა ქვია, ჩვეულებრივად ეს მithქვია კიდევაც ადრეც. თოხ შეხედეთ რა მარტო, ხო, როგორია ჩინელს ან ვიეტნამელს იქით ამ ხარეს, ასე ვთქვათ, თუ გავყვებით იმ აზიის ქვეყნების მათი სამუშაო იარაღი. აი ესეთი პატარა ტარი აქვს და მუხლებზე მდგომი ადამიანი ბრინჯდა იმას უთესავს, იმიტომ რომ ასეთი შრომაა იქა, ამითი იმაშვება, რა ქვია, მუშაობს, რომ მიიღოს პროდუქტი. და ახლა შეხედეთ ქართველს როგორ აქვს, ხო? თოხი არის 2 მეტრიანია, რა ქვია, ის ტარი და ამხელა აქვს პირი, იმიტომ რომ ცდილობს, რომ განა არ მუშაობს, განა ოფრს არ ღურის და ჩართული არ იმაში, მაგრამ ეძებს, ხო, ყოველთვის და მიდრეკილი ვარ იმისკენ, რომ ამ ტიპის საზოგადოება, ხო, თეთრი საზოგადოება, ყვითელისგან განსხვავებით, განსხვავებული ფსიქოლოგიები გვაქვს. მე ახლა რასისტი კი არა ვარ, მე იმას გეუბნებით, აგერ ფილმი გადაიღეს, მშვენიერი ფილმია, უკანასკნელი სამურაი ნანახი გაქვთ, როგორ აფასებს, ხო, იაპონელს როგორ იმაშვება, აფასებს, ამერიკელის თვალით დანახული, როგორი შრომის მოყვარეები არიან, რა განსხვავებები აქვს. ეს ჩვეულებრივი რამეა, კაცო. ეს რომ არ იყოს, მაშინ ბუნება არ განვითარდებოდა საერთოდ. ეს არის ჩვეულებრივი კონკურენცია. სხვა ტიპის საზოგადოებებია და აქედან გამომდინარე. და ამ იმაში, ამ თეთრ, ასე ვთქვათ, კულტურაში, მით უმეტეს დავარქვათ ამას უფრო ქრისტიანულიც არა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბიბლიური საფუძვლებზე აღმოცენებული კულტურა, ხო? გინდათ ებრაული, გინდათ ისა რა ქვია, ქრისტიანული და გინდათ მუსლიმური, ხო? სამივე საფუძველი ერთი აქვს და ერთნაირი, ასე ვთქვათ, ერთი კულტურის მატარებლები არიან. ერთი ალგორითმით იწყება, თუმცა განსხვავებები რასაკვირველია დიდია. და ეს განსხვავებები დიდი კი არა, თვითონ შიგნითაც კი იყოფიან და ისევე კიდევ ბევრი სხვადასხვა მიმდინარეობები აქვს. ამ რელიგიაში თითოეულ სამივეში აქვს ცალკე განსხვავებული, ასე ვთქვათ, მიმდინარეობები კიდე. აი ასეთი ტიპის კულტურის ქვეყნები მართავდნენ, შეიძლება ითქვას, მსოფლიოს და რეალურად მოხდა ისე, რომ ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა საბჭოთა კავშირის ჩამოშლის მერე რუსეთი გაეხადა ბაზად თავისი რესურსების და იქ ყოფილიყო ისეთი სახელმწიფოებრივი წყობა, რომელიც მათთვის იქნებოდა ყველაზე მისაღები. და ეს ბრძოლა კაი ხანს მიმდინარეობდა და სხვათა შორის ტრამპის პირველი პერიოდიც, როცა ეს პირველად იყო პრეზიდენტი, ისიც ამ თამაშის მონაწილე იყო. ოღონდ, რასაკვირველია, ის მოზომილად თამაშობდა. და გახსოვთ, ჩასულიც იყო მოსკოვშიც, ურთიერთობებიც იყო, ხო, ის პრაგმატული ადამიანი იყო. აი ბაიდენი, ხო, ბაიდენმა მაქსიმუმი გააკეთა და ყველანი ელოდებოდნენ, რომ აი უკრაინის ომის დროს, გახსოვთ თქვენ როგორი რიტორიკა მიდიოდა, უკრაინა აუცილებლად მოიგებს ომს, ეს რაც ნიშნავდა, უკრაინა კი არ მოიგებდა. ანუ დასავლეთი მოუგებდა რუსეთს ომს და ელოდებოდნენ, ეხლა ჩამოიშლება, შიგნით რევოლუცია მოხდება, ეხლა გამოვლენ ადამიანები, რომლებიც დაამხობენ, რომ ეკონომიკა ვერ გაუძლებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამოწურა ამან თავის თავი. ამოწურა და მოვიდა ამ იმაზე, რა ქვია, ამ ამოწურვის მერე ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ეხლა ეს ყველაფერი არის გასასწორებელი. გასასწორებელი ელემენტარულად. და გასასწორებელი ამით მორევით კი ვერ გააკეთებ ამას. ეს უნდა გააკეთო ძალიან ესეთი პრაგმატული იმით, რომ დაჯდე და მოილაპარაკო. მოელაპარაკო რა ელემენტარულად და დაიწყო მოლაპარაკება. სამართლიანობაზეა ლაპარაკი ახლა. აქ მოგებული და წაგებულზე კი არა ლაპარაკი, არამედ სამართლიანად როგორ უნდა გადაწყვიტონ ეს ურთიერთობა. და სამართლიანი ურთიერთობებმა უნდა მოახერხოს, რომ ამ ორ სახელმწიფო შორის და თუ ამ ორ სახელმწიფო შორის დაალაგდება ეს სიტუაცია, ეს ნიშნავს, რომ სოფლიოს ეს მესიჯი, ხო, ანუ ეს ინფორმაცია, ეს გახდება ალგორითმი, რითაც ყველა დანარჩენთან უნდა დაალაგდეს ყველაფერი. თუ უკრაინაში დაალაგდება ეს სიტუაცია, თავისთავად დგება კავკასიის საკითხიც. ხო, ისევე როგორც ხდება ძალიან ბევრი კიდე სხვა საკითხები, მაგრამ ჩვენ რაც გვაინტერესებს და ჩვენთანაც როგორ უნდა დაალაგდეს და რითი ვხვდებით ამაზე იყო ხო ლაპარაკი.
რითი ვხვდებით ჩვენ ამას? ხვდებით იმითი, რომ აგერ ჩემს წინ რეკლამა იყო დავით არხანმოურავი საუბრობდა იმაზე, რომ რა სახელმწიფო შევქმენით ჩვენ. და ეს როცა ამ ტელევიზიაში ლაპარაკობს, ან როცა თუნდაც იმაში რა ქვია სოციალურ ქსელში, როდესაც ეს გადის, ხო და განსაკუთრებით ჩემთვის ყურადღება მიიქცია, როდესაც უფრო აი ჩვენ რომ პირობითად რო დავარქვათ, ლიბერალური ქსელში იყო ეს დადებული, თქვათ იგივე ის რასაც თქვენ ახლა ისმენდით, ეს იყო წერილობითი ფორმით დადებული იყო და იქ მიდის საუბარი რაზე, ხო? აი მარტო ვართ, აი საინტერესო ხალხი ვართ ამ ხრივ. ის ადამიანები, რომლებიც თავს ლიბერალებად მიიჩნევენ და რაღაცა ნაწილი, თქვათ, არის კიდევაც ისინი, ვინც და ეს ბუნებრივია, არსებობენ და ალბათ უნდა იყოს, მაგრამ მაქსიმუმ არის ხოლმე 10-15%, ხო, ადამიანებისა, რომლებიც ვიღაცას მიიჩნევენ, რომ ეს მათი ლიდერია და ამ ლიდერს შეიძლება კონდეს შეცდომები, შეიძლება კონდეს გადაცდომები, მაგრამ დანაშაულებები არა. აი გადაცდომა მოუვიდა, მაგრამ არა უშავს, ხო? აი ეს ადამიანები ამბობენ, კი, მაგრამ შენ არ იყავი, რომ ესენი შენ მოიყვანე? ის ადამიანები წერენ, რომ შენ ახლა რომ გამოდიხარ და ამბობ, რომ აი ეს თურმე საშინელი დემოკრატია მორჩა დამთავრდა და რეალურად გვაქვს სახელმწიფო, სადაც ფაქტობრივად უზურპირებულია ყველაფერი და მდგომარეობა გვაქვს ისეთი, რომ პოლიტიკოსები, პარტიის ისინი, რა ქვია, თავმჯდომარეები ციხეში არიან და თან რაზეც ადამიანების დიდ ნაწილს ჰქონდა პრეტენზია, იმაზე კი არ არიან ციხეში. ისეთი რაღაცეებით არიან ციხეში მოხვედრილი, რომ სასამართლო თუ კი ნორმალურია და მოსამართლე თუ ოდნავ მაინც ნორმალურია. მე არ ვლაპარაკობ პროფესიონალ მოსამართლეზე. არა, დაახლოებით აი ჩემი თაობის ადამიანები რომ ამბობდით, მეათე კლასის აზროვნების დონეზე უმაღლესზე აღარ არის ლაპარაკი. აი მეათე კლასის აზროვნების თუ კარგი მოწაფე იყო და აზროვნებდა, მეათე კლასის აზროვნების ადამიანი მოსამართლეთ რო დასვა, არ ჭირდება იურიდიული განათლება. დაინახავს, რომ ამაზე ადამიანის დაჭერა არ შეიძლება. ყავს ასეთი პატიმრები. ყავს პატიმრები ვინ? ჟურნალისტი, რომელმაც ხელი დაარტყა შეურაცხყოფილმა ადამიანმა, იმიტომ კი არა რომ ზიანი მაშინ ან იმას რა ქვია, ფჭილებს ჩაარჭობდა, ან რაღაცას სხვა რამე, ან დაარტყავდა, სილას კი არა, მუშ დაარტყავდა, რომ მეტი ზიანი მეეყენებინ. არა, ეს იყო შეურაცხყოფაზე, ასე ვთქვათ, რეაგირება. ჟურნალისტი ყავს. ყავს გითხარით, წინა იმაზე, ესე იგი ტერორისტული აქტი ჩაიდინა ყოფილმა ჟურნალისტმა, საკრებულოს წევრმა და მერე პარლამენტის წევრმა. ყავს მსოფლიობანი, მსოფლიო გადატრიალებაზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე. მსოფლიობანი ოპერის მომღერალი, რომელიც აწყობდა იმას, რა ქვია, გადატრიალებას პატიმრების კატეგორიებს შეხედეთ. და ერთი მომენტი ვფიქრობდი, რომ ამას რატო ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც ვფიქრობდი ამას, რომ ალბათ ესენი სპეციალურად აკეთებენ მეთქი რა, რომ ადამიანურად, რადგანაც ბრძანებას აძლევენ, ხო, ეს პოლიციელიც ხო ხდება, რომ არასწორს აკეთებს და ამიტომ ისე აკეთებს ამ საქმეს, რომ ნებისმიერმა მოსამართლემ უნდა გაამართლოს. იმიტომ რომ იცის, რომ არასწორს აკეთებს და ამიტომ აკეთებს ასეთი, შეიძლება ითქვას, რომ აი პირდაპირ მეთი რა ქვია, თეთრი ძაფით კერავ შავზე, თუ შავი ძაფით თეთრზე, ხო? რომ ეს დასანახი იყოს. ეს შტაბიშტილება რატო დამრჩა და რატო ვფიქრობდი ამას? იმიტომ რომ ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, ჩემი ძმა, რომელიც პირველად დააკავეს, ნახე რომ სასამართლომ 9 თვის მერე გაანთავისუფლა, მერე მეორეჯერ როდესაც დააკავეს, ხო, ვიფიქრე რომ ამას რა ქვია, ჩადებას აკეთებდნენ ისე რომ ვიფიქრე სპეციალურად აკეთებენ ესე ალბათ არ აქნან დავალება მიცეს და ამიტომ აკეთებენ ესეთ, ხო? და მეორეჯერაც რო დააკავეს და მერე იქაც სასამართლომ რო გაანთავისუფლა და ეს რო ეხვეწებოდა, ანუ გამიშვებო კაცო, იმიტომ კიდე დამიჯერენო, ხო? და მერე მესამეჯერაც როცა დააკავეს, ანუ გამოუშვებენ დაახლოებით 1 კვირა გარეთ არის, მერე მიჯერენ. გამოუშვებენ და თვლიდი რომ ალბათ მეთქი ამას აკეთებენ სპეციალურად, იმიტომ რომ ადამიანობა არ აძლევთ ამის უფლებას, მაგრამ მერე შევხედე ამას, რომ არ არის ესე. დეგრადირება მოხდა. დეგრადირება მოხდა ადამიანების, დეგრადირება მოხდა სისტემის და ამიტომ მივედით აქამდე. ჩვენ სინამდვილეში ამით ვხვდებით. მე ამას მაგალითი რატომ მოგიყვანეთ? იმიტომ რომ ასეთი სამართლებრივი სისტემა შევქმენით, რომ ტროტუარზე შეიძლება ადამიანი დაიჭირონ. გესმით რაზე? კომუნისტების დროსაც კი შეგვეძლო მიტინგის ჩატარება. კომუნისტების დროსაც კი შეგვეძლო და კონსტიტუციაში რო გვეწერა, შეგვეძლო რომ თავისუფალი აზრი გამოგვეხატა და გამოსულიყავით. რამდენად ასრულებდნენ სხვა, მაგრამ ეწერა მაინც ეს. და დღევანდელ სიტუაციაში რა ვზღებულობთ? დღევანდელ სიტუაციაში გონიათ, რომ კანონს, რასაც დავწერ, ის არის კანონიერი. არ არის ეგრე.
სამართალს თავის საფუძვლები აქვს. და ეს ყველაზე კარგად იცის იმ ადამიანმა, რომელსაც გერმანიაში აქვს დამთავრებული ჩვენმა პრემიერმა. გერმანიაში აქვს დამთავრებული და კარგად იცის სამართალი რას ნიშნავს. მაგრამ ის ღებულობს ამას. და ღებულობს და აკანონებს იმას, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. და ეს გააკეთა უკვე ერთხელ მიშამ. მიშამ დაიწყო ესე. მან დაიწყო კანონების მიღება, რომელი კანონებით სინამდვილეში, აი როცა კანონები მიიღო, ადამიანს დანაშაულის შემადგენლობის გარეშე შეიძლებოდა მისი დაჭერა. მისი იდეის გამო. და რადგანაც იყო მოწყვლადი და ადამიანების დიდ ნაწილს ყერში ჰქონდათ ამოსული, ხო, მაშინ ქურდული სამყაროს იმაზე როცა მიდიოდა ლაპარაკი, რომ არ უნდათ რა ეს ადამიანები და ამიტომ მოწყვლადი იყო. და თვალი დახუჭეს დანარჩენებმაც. ბევრმა სხვათა შორის არა მარტო მე, ბევრმა ადამიანმა პარლამენტში ამაზე ვისაუბრეთ და ვიომეთ და ვიჭხუბეთ, მაგრამ მიიღეს ეს კანონი. დღესაც იგივე ხდება. დღეს როცა ღებულობ კანონს რომელიც სინამდვილეში არაფერი საფუძველი არ აქვს, როგორ შეიძლება ადამიანებს უკრძალავდე თავისუფალი აზრის გამოხატვას, როგორ შეიძლება პოლიტიკური დაპირების გამო, ხო ხაბეიშვილი ციხეში რის გამოზის. შეიძლება არ მომწონდეს ეს ხაბეიშვილი, მაგრამ ციხეში შეიძლება კაცი იმის გამო იყოს, რომ დაპირება გააკეთა, რომ მე რომ ხელისუფლებაში მოვალ პოლიციელებს, რომლებიც არ დაემორჩილებიან ამ უკანონო ქმედებებს, მივცემ, რა ქვია, რაღაც ანაზღაურებას. და ამის გამო ადამიანს ციხეში უშვებ. სად ცხოვრობთ? რა ქვეყანაში ვართ? იმიტომ მოიყვანა, რა ქვია, ატო გავიხსენე, ჩემს წინ გამოდიოდა მეთქი დავით არხანმოურავი. აცი ტელევიზორში ნახეთ სხვადასხვა იმაში თურქმენეთში კაცმა ატყვა და თქვა, თეთრი მანქანები მოსწონს მას. და ამიტომ თქვა, რომ აქ ჩემს ქვეყანაში მარტო თეთრი მანქანები იქნება. რატომ მოიყვანა ეს მაგალითი? კანონია. სუვერენული სახელმწიფოა. სუვერენიტეტია მისი მით და ჩერი ეხლა შენ და უთხარი შენ რო ხარ საქართველოს და თქვი რომ როგორ შეიძლება კაცო ამას რო არ გეტყვი შენ სუვერენიტეტს როგორ ეხები ასევე გონიათ რომ სუვერენულობაა რომ ასაც მინდა იმას გავაკეთებ ჩემს სუვერენიტეტს ეხებიან როგორ ბედავს თუ კი რუსის ხიშტი ჩემოვიდაო და ჩემი სუვერენიტეტი დაამხოო მაშინ რუსეთმაო საბჭოთა რუსეთმაო დღეს ევროპა ასევე იმითი რა ხიშტით არ შემოდისო მაგრამ აი ესეთი სუვერენიტეტს იმას ჩემს სუვერენიტეტს ლახავსო საოცრებები ხდება ამას რო ასე ვლაპარაკობთ და ამას ვიტანთ ჩვენ ვიტანთ სულ ყველანი ამიტომ დავიწყე სწორედ იმითი და ვამთავრებ იმითი თითოეულ თქვენგანზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი როგორ შევაფასებთ როგორ დავწერთ ვის ისინი რო წერენ ამ იმაზე თარხანმოურავზე იმას კი არ ფიქრობენ რა უკვე მოერიე ამ ხელისუფლებას და უკვე დემოკრატიამ გაიმარჯვა და ამიტომ ახსენებ ამას რომ შენ არ მოიყვანე ეს გუშინ და არ უნდა გამეშვა კაცო ის სააკაშვილი გავიგე რომ შენ ძალიან მოგწონს სააკაშვილი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სააკაშვილის ის ხელისუფლება რომელსაც ეხლა ემსგავსება ეს ხელისუფლება თავის პატიმრების რაოდენობით თავისი უკანონო მისი რა ქვია კანონების გამოცემით თავისი მოქმედებებით ხო ემსგავსება ბევრამეში და ემსგავსება კი არა გადაასწრო ბევრ რაღაცაში იმიტომ რომ იმათ სამშობლოს გაყიდვაზე და მიწის გაყიდვაზე მაინც ასე პირდაპირ არ გაუკეთებიათ განაცხადი და ესენი გვეუბნებიან რომ ამაზეც ვინც ხმას ამოიღებს აგენტი და სამშობლოს მტერიაო სამშობლოს გაყიდვაზეა კაცო ლაპარაკი პირდაპირ მიწას როცა კიდი მიწას და წყალს ძველი საბერძნეთი გაგახსენეთ იქ ფილმი მაინც გექნებათ კაცო ნანახი სპარტეს იმაში რომ მოაკითხავს რა ქვია სპარსი და ეუბნება რომ შენი მიწა და წყალი მომეცი მიწა და წყალია სამშობლო და მიწა წყალი ამიტომ ქვია სამშობლოს და ასევე დარჩა მიწა და წყალი და მიწა და წყალს გიყიდიან ნამუს გიყიდიან თავისუფლებას გიყიდიან ყველაფერს გართმევენ და როდესაც არაფერს არ აკეთებ ეს ნიშნავს რომ მაინც მოქმედებ, ოღონდ საპირისპირო მხარეს მოქმედებ. აქედან გამომდინარე დავიწყოთ ფიქრი მაინც, წერა მაინც დავიწყოთ, რაღაც გარკვეული ჩვენს გარშემო მეზობლებს დაველაპარაკოთ, იმ ადამიანებს რომლებსაც გონება არ აქვთ, ახელელი, გონების თვალი აუხილოთ და დავანახოთ რომ ისინი ვინც არ მოგწონს დღეს იმათ თუ გალახავენ, ხვალ ჩვენ გაგულახავენ, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენც არ მოვეწონოთ. იმათ თუ აუგრძალავენ რამეს, ხვალ ჩვენ აგვეგრძალავენ. ეს თუ არ დავანახეთ და ეს თუ არ ვიმოქმედეთ და არ მოვემზადეთ ამისთვის და ერთმანეთს დაუწყეთ რომ მე გუშინ რახან შენ ამას აკეთებდი ამიტომ მე შენთან ერთად არ დავდგები ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა იმიტომ რომ ერთად დავდგებით კი არა ერთად სანამ საფლავში ჩაგვაწვენენ და ბოლოს ამ მიწაში უნდა ჩავწვეთ თუ ისევ მიწა ჩვენ დაგვრჩა თორე შეიძლება არაბებმა არ დაგვასაფლავებინონ ჩვენი თავი აქ ეგეც შეიძლება მოხდეს ხო ან არ ვიცი კიდე სხვა უცხოტომელებმა მაგრამ თუ ჩვენი იქნა ეს მიწა ამ მიწაში ერთად ჩაგვაწვენენ იმას ვინც არ მოგწონს და მანამდე სანამ
ჩაგვაწვენენ მიწაში, ერთად ჩაგვსვავენ კამერაში. იმიტომ რომ აქამდე მივა ეს საქმე და ამიტომ ვეცადოთ იმას რომ გამოვფხიზლდეთ და ერთმანეთს ხანდახან იმის გამო რომ ერთმანეთი არ მოგწონს იმ საქმეში რომ ქვეყნის გადარჩენა რასაც ქვია და ეს ქვეყნის გადარჩენა მათი გადარჩენაც არის, კაცო იმათ ვინც ხელისუფლებაშია, თვითონაც არიციან რასაც ჩადიან, საშინელებას აკეთებენ, მათი გადარჩენაც არის და გავაგებინოთ ეს. და ღმერთმა ხნასრულ შეგვაძლებინოს რომ ის ერთიანი პოზიცია ამაში გქონდეს, თორე დანარჩენში მე შეიძლება მოგწონდეს ვიღაცას ლევან ბერძენიშვილი მოწონდეს, ვიღაცას გუბა სანიკიძე მოწონდეს, ვიღაცას თარხან მოურავი მოწონდეს, ვიღაცას ირბაინაშვილი მოწონდეს, ვიღაცას მელია მოწონდეს, ვიღაცას გოჩა თევდორაძე მოწონდეს, ვიღაცას ნებისმიერ ეს ადამიანების ჩვეულებრივი თვისებაა. შეიძლება ვიღაცის რაღაცა მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში არის საკითხი რომ აქ ერთი ქვეყანა გვაქვს. აი ეს ვინ ჩამოუთვალე, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს შეიძლება ვერც ერთი ვერ იტანს, მაგრამ ერთი ქვეყანა გვაქვს. და ამ ერთ ქვეყანაში ერთად უნდა ვიცხოვროთ და გადავარჩინოთ ეს ერთი ქვეყანა. და შეგვაძლებინოს რა ღმერთმა ეს და ერთმანეთს ნუ დაუწყებთ გინებას და ლანძღვას. არამედ თავარი მომენტი დავიჭიროთ. ნურც იმას ნუ ვაგინებთ, კაცო დღევანდელ ხელისუფლებას. გილება არაფერს არ მოიტანს, არამედ მოქმედებები დავიწყოთ, თორე დავწყევლი მაგას არ გამოვა ეგ საქმე და აფრაუდგია სული, ეგრე არ იქნება. დავიწყოთ მოქმედებები იმაზე, რომ ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი და ამისკენ ერთმანეთთან მისასვლელი გზები, ნუ ჩავჭრით ბოლომდე და ჩაჭრილი რაც არ იქნება აღვადგინოთ. იმ ადამიანებმა, რომლებიც საერთოდ იმას მაინც ვფიქრობთ, რომ ქვეყანა გადასარჩენია, რა პრორუსი და რა პროამერიკელზეა ლაპარაკი, რა ლიბერალზე და რა კონსერვატორზე. სახელმწიფო აღარა გვაქვს, ქვეყანა აღარა გვაქვს და ამ ქვეყანას გაყიდიან და აღარ იქნება, რასაც გაყიდიან, რასაც დემოგრაფიულად ვეღარ შევძლებთ, რომ აქ გამრავლებულები ვიყოთ და ჩვენი ქვეყანა ჩვენ ვმართოთ. რა ვიცი, ღმერთმა მოგცეს იმისი ნებაც, იმისი უნარიც, რომ გონებრივი თვალით შევხედოთ ყველაფერს და რაღაც გარკვეულ წილად გავერთიანდეთ და მოქმედებები დავიწყოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.